ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაკრების შემადგენლობაში აჭარიდან ორი სპორტსმენია რამინ შამილიშვილი და ბაქარ თურმანიძე. აჭარის სპორტის დეპარტამენტი გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჯამში 9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. მინდა ჩვენ სპორტსმენებს მთლიანად ფედერაციას ქვეყანას მიულოცო ის არაჩვეულებრივი შედეგები, რომლებიც ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე, ძალოსნების ფედერაციის კუთხით და ჩვენმა სპორტსმენებმა, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან აჩვენეს ძალიან პერსპექტიული შედეგები. მინდა თითოეულ სპორტსმენს, ნაკრებს, მთლიან ფედერაციას და ქვეყანას მადლობა გადაუხადო იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ძალოსნობის სახეობის განვითარებისთვის გვაქვს. გადაარდა მოლდოვეთში ევროპის ჩემპიონატები დიდების შორის. სადაც ხებულობდით გუნდი 10 კაცი მონაწილეობა, საიდანაც აჭარის წარმომადგენლებმა მივიღეთ 3 მედალი, კარგი შედეგი დავდეთ, ღმერთს მადლობა. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, გონდა შანსი რომ ქონოდა 5 მედალი. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მომავალ წელს ტარდება ბათუმში ევროპის ჩემპიონატი.